დღეს ექიმის რჩევებში ამ რუბრიკაში ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაც თვალის ჯანმრთელობას ეხება და ყურადღება გავამახვილოთ ორ პრობლემატურ საკითხზე. ერთი არის ახლომხედველობა, ანუ მიოპია და მეორე არის თვალის სიმშრალე. გამოკვლევებმაც ხატყო, რომ ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა მიოპიების რაოდენობა, განსაკუთრებით კი ბავშვებში და ახალგაზრდებში. რაც არის გამოწვეული ეკრანთან გატარებული საკმაოდ დიდი დროით, ბუნებრივი განათების ნაკლები საათებით და საერთოდ რეჟიმის შეცვლით. ანალოგიურად თვალის სიმშრალე უფრო ხშირად იმ პიროვნებებში არის გამოხატული, რომლებიც ეკრანთან ან და მობილურ ტელეფონთან ატარებენ დიდ დროს. რა იწვევს ამას? რითი შეიძლება ამის შველა და არსებობს თუ არა პრევენცია? ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ექიმი ოფთალმოლოგი ქალბატონი მაია პიროსმანაშვილი. მოგესალმებით. მოგახსენებთ, რომ დაგვითმეთ თქვენი ძვირფასი დრო. და დავიწყოთ თავიდან, რა არის მიოპია? მოდით ასე მარტივად რომ ვთქვათ, მიოპია არის ის, როცა ადამიანი ახლოს მდებარე საგნებს ხედავს კარგად, შორს მდებარე საგნებს ხედავს ბუნდოვნად ან ვერ ხედავს. ეს არის მარტივად მიოპია. ანუ იგივე ახლომხედველობა, როგორც ხალხი ამბობს, მინუსი. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, დასახელება და სამწუხაროდ მართლაც ამ ბოლო პერიოდში მოიმატა და არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოს მასშტაბით არის ეს და ამას მართლა მიზეზი აქვს ისო ჩვენ ვიცვლებით, ჩვენი ცხოვრების რეჟიმი იცვლება, აღარ გვჭირდება დინოზავრებზე დევნა და შორს მანძილზე ყურება, გვჭირდება ყველაფერი ახლოს. და ბავშვის თვალით შეჩეული ახლოს, კომპიუტერი აქვს ახლოს, წიგნი აქვს ახლოს, ტელეფონი აქვს ახლოს, ყველაფერი აქვს ახლოს. შორს თითქმის აღარ მოძრაობენ ბავშვები, ქუჩაში აღარ თამაშობენ, ეზოში არ ჩადიან. და ამ დროს აუცილებელი პირობაა მიოპიის პრევენციისთვის, რომ დღეში რამდენიმე საათი მაინც დღის განათებაზე სუფთა ჰაერზე ისეირნოს ბავშვი. დატვირთული გრაფიკის სკოლა, ჯგუფები, მილიონი რამ, რომელიც სამწუხაროდ ნელ-ნელა მაგ პრობლემას ზრდის. არა მარტო ჩვენთან, როგორც ხარ მთელ მსოფლიოში. ანუ შესაძლებელია მიოპიის პროგრესირების შეჩერება, ხო? მე არ ვამბობ ქირურგიული ჩარევით თუ ლაზერით მკურნალობაზე, ანუ რაღაცა ისეთი პროფილაქტიკური რჩევები თუ არსებობს. მაგალითად, აი, როდესაც მხედველობის კორექციაზე რაიმე ინფორმაციას ვეცნობით ხოლმე ინტერნეტის დიდ სივრცეში, იქ ხშირად გვხდება ხოლმე აი ესეთი გრაფიკივით 20-20-20. ეს ძალიან პოპულარული რამ არის, რომ 20 წუთი ეკრანთან ყოფნის შემდეგ აუცილებელია, რომ 20 წამით გაიხედოთ 6 მეტრით იქით მაინც, ხო, 6 მეტრით დაშორებით. ეს რამდენად მუშაობს და რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ პროფილაქტიკად? ნახეთ, გაჩნია ჯერ მიოპიის, ასე ვთქვათ, ვისთვის არის ეს. თუ არის საუბარი უკვე ჩამოყალიბებულ თვალზე, გაზრდილ თვალზე, ჩემზე თქვენზე ყველაზე, ვისაც კომპიუტერთან აქვს მუშაობის დრო, ამას მართლა შეიძლება 20-20-20 თვალის კუნთის დაძაბვას მოხსნის, სიმშრალეს შეამცირებს, ანუ ამოასუნთქებს თვალს, მოდი ასე ვთქვათ, როგორც სპორტდარბაზში რომ ვარჯიშობთ და ვისვენებთ, თვალის ზუსტად ესე მუშაობს, მაგრამ ბავშვებში, სადაც ორგანიზმი მზდადია, მთლად მარტო 20-20 არ გვიშვებს. პირველი აუცილებელი პირობა არის დროული გამოვლენა. პატარები ვერ ხვდებიან, რომ ვერ ხედავენ. ანუ თქვენ საიდან ის რომ ვერ ხედავთ, რაღაცას ხედავდით და რაღაცა მომენტის მერე უკვე გაგიჭირდა დანახვა და მიხვდით, რომ დამაგდა. როცა პატარა არის ბავშვი, მისთვის, ჩვეულებრივი რეალობაა, ფიქრობს, რომ მისი მეგობარიც ესე ხედავს. მშობელი ამჩნევს იმას, რომ უკვე რაღაცა საგნებთან ახლოს მიდის, თავის ტკივდება ხშირად, გაკვეთილზე არ უსმეს, იმიტომ რომ დაფას ვერ ხედავს და ვერ აღიარებს, რომ ვერ ხედავს. ამიტომ პირველი წვევა პროფილაქტიკური კვლევებისგან მიუხედავად იმისა, თქვენი შვილი წარადგენს თუ არ წარადგენს შვილს, ნახულობ, აქ თუ არა აქვს პრობლემა. თუ აქვს პრობლემა, მერე მიდის მონიტორინგი იმისა, რომ თვალი იზრდება, ორგანიზმი იზრდება და ყოველი თითოეული მილიმეტრით დაგრძელებული თვალი არის 2,75 მინუსით ზრდა. ანუ თვალი რაც უფრო გრძელი აქვს ბავშვს, მით უფრო მაღალი აქვს მინუსი. და აი ამ სიგრძის მონიტორინგი ხდება მუდმივად, ორგანიზმიც იზრდება და თან ჩვენი გარემო ფაქტორები ამ ზრდის პროვოცირებას იწვევს. და არის მეთოდები, რომელთაც აი ამ ზრდას ამცირებენ. ასე ვთქვათ, ვერ შეცვლი, იმიტომ რომ გაიზარდოს რაღაცა დოზით, მაგრამ შეიძლება რაღაც ჩარჩოებში ჩასვა. სათვალეებია სპეციალური, მაგზის საფეხურები, კონტაქტური ლინზები არის, ორთოკერატოლოგია არსებობს.
და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა როცა კონფერენციებზე ხვდებით, დაბალდოზიანი ატროპინის ძალიან დიდ რეკლამას უწევს, რომ აი ჩვენ კვლევებში როგორ შემცირდა ზრდის ხარისხი თვალის სიგრძის. მაგრამ პირველი ისევ და ისევ ეს არის მუდმივი მონიტორინგი ბავშვის. აი ეს მონიტორინგი არის ზუსტად ის ინვესტიცია, რომელსაც ვდებთ ჩვენი შვილის თვალის ჯანმრთელობაში. მეც დედა ვარ და მეც სამწუხაროდ ესეთივე ინვესტიცია მჭირდება და ესე მივდებ ნაბიჯ, და ბავშვი რო იზრდება, სათვალე უკვე შესაძლებელი აქვს, თქვათ, მინუსი უკვე მოიმატა, მაგრამ არ გეუბნება მაგას. და ნარჩენი მინუსი, რომელიც თვალში აქვს, მიოპია, მამაშევა პროვოცირება გამოიწვევს, რომ ისევ გაიზარდოს. ამიტომ მონიტორინგია საჭირო. აზარმაცებს თუ არა თვალს, მაპატიერ ჯონი, კონტაქტური ლინზა, ან იგივე სათვალე. ეს ხშირად ისმის ხოლმე მსგავსი კითხვა და არ აზარმაცებს ნამდვილად არ სათვალე და არც კონტაქტური ლინზა, აზარმაცებს თვალს არა კორეგირება. უბრალოდ რაღაცა ნომერი თუ აქ ადამიანს და ბოლომდე არ არის მისი თვალის მაქსიმუმი არ არის მიღწეული და ბადურაზე ის გამოსახულება, ის სუფთა გამოსახულება არ დგება. აღარ ხდება მისი პროექცირება ამ გამოსახულების ტვინში და ზუსტად ეს პროცესი არის ზარმაცი თვალი და არა ის ლინზა იკეთება თუ სათვალე. აი რო არაფერი არ იკეთება, უფრო დიდი ალბათობა რომ გავზარმაცდეს თვალი ვიდრე ლინზაში და სათვალეში. აი ხა ბუნებრივად ჩდება ასეთი კითხვა. ტელეფონი და ეკრანი. რამდენად რეალურად მოქმედებს ეს მიოპიაზე და საერთოდ ხედველობის დეფექტზე? მოქმედებს, სამწუხაროდ მოქმედებს, მაგრამ რეალობაც ხო ის არის, ჩვენი სამყარო შეიცვალა და გვინდა არ გვინდა გვიწევს ამ ყველაფერთან მუშაობა. უბრალოდ აქ არის საუბარი რაციონალური დატვირთვაზე. ანუ იგივე ის, რომ ქუჩაში უნდა ისეინოს ბავშვმა და უნდა სუფთა ჰაერზე იყოს და მზის ხილებზე უნდა იყოს. რაციონალური დატვირთვა და არის სულად ამოუწყვიტოთ ყველანაირი კომპიუტერი, ყველანაირი ტელეფონი. არა, იგივე თუნდაც 20-20-20. გარკვეულწილად შეამციროს დატვირთვა და არა გააქროს, ვერ გააქრობს. 21 საუკუნეა ვერ გააქრობს. მაგრამ რაციონალური დატვირთვით და ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მომატებით დატვირთვის, კუნთი მზადდება, უფრო ძლიერდება და ავტომატურად უფრო მეტია შანსი, რომ მინუსი არ გაიზარდოს სწრაფად. და ბარემ მაპატიებელია აი პროფილაქტიკა რა შეიძლება ამ შემთხვევაში გარდა იმისა რომ შეიძლება აუგზავნოთ ბავშვს აი ესე დილიდან ღამემდე ამის ყურება აი რა შეიძლება პროფილაქტიკის სახით უკან ნახოთ მშობლებს და საერთოდ გარემო აქტივობები აი ნუ საკუთარ შულთან რაც მოვიფიქრე და მოვახერხე ვინაიდან რაც არ უნდა ბედნიერი გარემო შევუქმნა ტელეფონში მაინც უფრო საინტერესოს იპოვის კომპიუტერში უფრო საინტერესოს იპოვის სწავლის გარდა რაც ეხება სწავლის პერიოდში ვცდილობთ რომ შეუნარჩუნოთ მას აი ეს გრაფიკი თუ როგორ დაძაბულს თვალი მეორე გარე აქტივობებში ჩაწერა იქნება სპორტზე წაყვანა იქნება არა აქვს მნიშვნელობა როგორც გავიდეს ცოტა ხანი და მესამე აუცილებელი ექიმის მონიტორინგი და აი ამ ექიმის მონიტორინგის შედეგად დადგენილი კვლევებით და რჩევებით სათვალით ლინზით და ასე შემდეგ კორექცია რომ ეს პროვოცირება შეამციროს თვალის ზრდა აი ერთადერთი აქ ამას წინათ ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე სხვათა შორის ცოტა შოკის მომგვრელი ინფორმაცია იყო ჩემთვის, ну ესეთი ჰიპოთეზა, ასე ვთქვათ, მეცნიერები ამბობდნენ, რომ 2050 წლისთვისო დედამიწის მოსახლეობის სადღაც 60% მაინც იქნება ახლო მხედველიო. ასე იქნება? მეც დარწმუნებული რომ ესე იქნება. იმიტომ რომ ევოლუცია ადგას ადგილას, გვინდა არ გვინდა ჩვენი ორგანიზმი ერგება ჩვენს გარშემო არსებულ პირობებში. და ეს პირობები შეიცვალა. შეიცვალა მოთხოვნილება, აქედან გამომდინარე შევიცვლებით ჩვენს. იმიტომ რომ ახლოს დატვირთვას უძლებს მინუსის შორს, ну დაინახოს. აი ამ პრინციპით დრო მოიტანა ის რომ ახლოს უნდა უბრალოდ სამწუხაროდ აქ მეორე უბედურებაა, როცა მიოპია არსებობს, ეს არ არის მარტო სათვალის დავნიშნე. ამ მიოპიას აქვს დამატებით სხვა დაავადებები, რომლებიც თანმხვედრია მასთან. ბადურის დაზიანება, კატარაქტის დაადრევი განვითარება, გლაუკომის განვითარება, მხედველობის ბადურის და მაკულის დაზიანება, მაკულოპათია. აი ესენი იწვევს მე უკვე იმ პრობლემებს, რომელსაც მხედველობის საბოლოო დაკარგვა მოყვეს. ამიტომ არის მისი კონტროლი აუცილებელი, თუ რევოლუცია და გაგვიზარდოს არ აუშავს, ეგრე არ მუშაობს სამწუხაროდ. ქალბატონო მაის ჩვენ ცოტა შეზღუდულები ვართ დროში და ვცდილობ რომ რაც შეიძლება ჩქარა დაგისვათ კითხვები. კავშირი მიოპიასა და თვალის სიმშრალეს შორის და თვითონ ამ პრობლემაზე წორიოდა სიტყვით. თვალის სიმშრალე ძალიან ქრონიკული პრობლემა უკვე ალბათ მსოფლიოში, იმიტომ რომ ისევ და ისევ გარემო ფაქტორები, კონდიცირება, კომპიუტერთან მუშაობის დროს ჩვენი ხამხამის სიხშირე მცირდება ძალიან მკვეთრად.
როგორც კი თვალი შრება, გამოსახულებას ბუნდოვანდება, უფრო ჩვენი თვალის კუნთი ისე ვიწყებს დაზაბლოს, რომ გაბუნდოვანება გაგიძლიეროთ, უფრო გაგისუფთავოთ და მან შევა მიოპიის პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ მშრალი თვალის მკურნალობა ესეთი რა აქტუალური საკითხია და ჩვენს კლინიკაში რა ვიცი მილიონი კვლევების აპარატურას და მილიონი თვითონ სამკურნალო საშუალებებს იძენენ, რომ აი ეს პროცესი რამენაირად თუ არ გამოვაჯამრთელოთ, რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მაინც მივიყვანოთ, რომ შეიძლება მე დროთა განმავლობაში არ გაუარესდეს. ამიტომ ესეთია, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმშრალე. ძალიან კარგი იქნება თუ მოვახერხებთ, რომ დამატებითი წვეთები ვიხმაროთ ერთი, მაგრამ დამატებითი წვეთიც არ არის პანაცეა. ანუ უნდა ჯერ გაირკვეს თვალის ცრემლის რომელი უბანი გავკლია და მაგის მიხედვით დაინიშნოს მკურნალობა. ყველა დამატებითი არ არის დამატებითი იმ კონკრეტული პაციენტისთვის. წყლის დიდი რაოდენობით მიღება, სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა და ხამხამება ძალიან ხშირად და ასე ვთქვათ, ნაკლები სტრესები. იმედია, ოდესღაც ყველას გამოგვივა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში სართულია მაგ ყველაფრის შენაცვლება. მეგობარი კინომსახიობები ჯიბით ატარებენ ხოლმე ხელოვნურ წვეთს და ამას ხსნიან ამითი, მაგრამ მაგ მეორეც არის, ჩადებული უფრო გვიბწყინავს თვალებიო. ბაჭი როდესაც ეკრანზე ვჩნდებითო. ეს ეფექტიცაა. ეს ეფექტიცაა. საინტერესო. დატენიანებული თვალი ჭყვიარებს. აი ხა მოდის ზაფხულის პერიოდი აქტიური მზის ფაზა შემოდის და ძალიან თვალებს რო ჭრის ისეთი მზე ჩახჩახა დღეები გველოდება. აი როგორი სათვალეები შეიძლება ვიხმაროთ, არის თუ არა დიფერენციაცია, ნებისმიერი შეგვიძლია ვიხმაროთ, თუ რამე განსაკუთრებულია იმისათვის, რომ ერთი ამხედველობა დავიცვათ და მეორეც ერთი კომფორტულად ვიგრძნოთ თავი მზის სათვალეში. ნამდვილად აქ მაგას მნიშვნელობა მუქი სათვალე არ ნიშნავს, რომ მზისგან გიცავს. არანაირ ფერი მაგაზე არ არის დამოკიდებული და რამდენიმე რჩევა მინდა უთხრა ყველა როგორც პაციენტებს, ისე ყოველდღიურ მაყურებელს. ჯერ პირველი შეამოწმოს მინის სისუფთავე. სისუფთავეში გულისხმობ, თუ ნებისმიერ მინა შეგიძლიათ აიღოთ მზის სათვალე და ნებისმიერ სწორ გამოსახულებას გაუსწოროთ. თუ გამოსახულება ტალღისებრი ხდება, ეგვინა უხარისხოა გადადეთ. მეორე თითქმის ყველა ოპტიკაში უკვე არის UV სპექტრის გამსაზღვრავი, ანუ რამდენად მართლა იცავს ულტრაისფერის სხივისგან. თუ ულტრაისფერის სხივისგან არ იცავს და თქვენ მუქი სათვალე გიგეთიათ, პირიქით უფრო აზიანებთ თვალს. ბნელდება, გუგა ფართოვდება და სხივების უფრო მეტი რაოდენობა შედის თვალში და უფრო მეტად გაზიანებს, ვიდრე მანამდე დაგაზიანებდა. ამიტომ პირველი არ არის აუცილებელი ბრენდი და ხმამაღალი სახელები და ძვირიანი სათვალეები. შეავამოწმოთ, რამდენად გამტარი არის UV სხივებისთვის. 400 მინიმუმ. ეს აუცილებელი პირობა. თუ ეს ყველაფერი მუშაობს, ყველას მართლა აი კამელეონებზე რა სიტყვით ამ შემთხვევაში, რამდენად და კიდევ საინტერესოა, როდესაც მუქი ფერის სათვალეს იკეთებენ, ასე ვთქვათ, ნომრიან სათვალეს. ესეც არანაირი პრობლემა. თავარი არის მინის აი ეს UV ფილტრის ქონა. ეს იქნება მე კამელეონი თუ დაფერილი თუ გრადიენტით და სხვადასხვა ფერები არანაირ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ყველა ადამიანის პირადი სიამოვნება და პირადი კომფორტი. მაგრამ აი ეს UV ფილტრი, ეს აუცილებელი პირობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია. ქალბატონი მაია ფიროსმანაშვილი, ექიმი ოფთალმოლოგი იყო ჩვენი სტუმარი.